მას როგორ უნდა გადავიდეთ 5D ცნობიერებაში? აქ მოყვანილი არის დევიდ ჰოკინსის ცნობიერების რუკა, სადაც ხედავთ, რომ პორტალი ზოგადად 3D ცნობიერები და რომ გამოვიდეთ და ჯერ 4D-ში გადავიდეთ, ეს არის ემოცია, რომელსაც ქვია სიმამაცე 5D-ში, ანუ როგორც ხედავთ, პირველი ემოცია ეს არის სიყვარული, უპირობო სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და ბოლო 5D მდგომარეობა ეს არის გასხიოსნება, რომელთაც აქედან უკვე გადავდივართ 6D ცნობიერებაში. ამ ცხრილის მიხედვით ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს ის, რომ 5D მდგომარეობაში გადასასვლელად ადამიანს ყველაზე მინიმუმ ჭირდება უპირობო სიყვარულის მდგომარეობა, უპირობო სიყვარულის მედიტაციები, რომელსაც წინ უსწრებს მადლიერება, რომ მივიდეთ უპირობო სიყვარულამდე და წინ რა ხდებოდა, რა ტრამვები გვაქვს და რა ზოგადად ცხოვრება გაგვივლია, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მაგიებში ძიებას დიდად არ აქვს აზრი, თუ ჩვენ პირდაპირ გავალთ აი ამ უპირობო სიყვარულზე, რომელიც არის პირველი კარი, რომ გადავიდეთ 5D ცნობიერებაში. კურსი Red Pill-ის შესახებ სრული ინფორმაცია არის აპინულ პოსტში Instagram-ზე, ხოლო წინ ანაკადების ფიდბექებს ნახავთ სტორების ჰაილაითებში.